გამარჯობა, დღეს ამ ვიდეოში გაჩვენებთ თუ როგორ შევქმნით ჯადოსნურ არსებას, რომელიც გაგახსენებთ მანდრაგორას ჰარი პოტერიდან თუ გახსოვთ. ამ ყველაფერს დავიწყებ სკეჩით. გავაკეთებ რამოდენიმე მონახას, რომ უკეთ წარმოვიდგინო მისი პროპორციები და როგორი სახე ექნება საბოლოოდ. შემდგომ ვაწყობ კარკას სიმყარისთვის და ვახვევ ფოლგას. აქ ვიყენებ პოლიმერულ თიხას, ეს არის ჩემი პირველი მცდელობა ამ თიხის გამოყენების. ძალიან მყარი აღმოჩნდა ეს რაც ვიყიდე და რთული დასამორჩილებელი, ამიტომ დამჭირდა ცოტა ზეთის დამატება სირბილისთვის. ესეთი ლამაზი თვალები მაქვს, რომელიც თავიდან ჩავსვი, მაგრამ გამოცხობის დროს ამღება მომიწია, არ ვიცი რამდენად გაუძლებდა მაღალ ტემპერატურას. აქ ვცდილობ რომ მივცე ტექსტურა და მაქსიმალურად დავამსგავსო ხეს. ესე გამოიყურება უკვე გამომწვარი. სამწუხაროდ ამ თიხას არ ეწერა გრადუსები და მომიწია მომეძებნა სტანდარტული დრო და სადღაც 135 გრადუსზე ვაცხობდი დაახლოებით 9 საათის განმავლობაში. ვიფიქრე დავამატებ კიდევ ორ გადმოსულ ფესვს თავის ნაწილში, მაგრამ ჭიდაობა მომიწია ფისოსთან. ბევრი მცდელობის მერე მაინც ვერ წამართვა ბოლოს დაიღალა და დაეცინა. ფერის მისაცემად გამოვიყენე აკრილის საღებავი, რამდენიმე ფენა დამჭირდა, ჩაწეული ადგილები უფრო მუქად შევღებე. და შემდგომ დაუბრუნე თავის ადგილას თვალები. დავუმატე ხელოვნური ფოთლები, რამაც მე მგონი ძალიან საყვარელი შესახედაობა მისცა. ეს უკვე საბოლოო შედეგია, მგონი ძალიან საყვარელი გამოვიდა და ჩემს სამუშაო მაგიდას ძალიან მოუხდება. თქვენ რას ფიქრობთ, როგორ მოგეწონა? შეგიძლიათ დამწეროთ კომენტარებში და თუ მოგეწონებათ, ძალიან გამიხარდება. კარგად.